დაიწყება თუ არა დიდი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება. საქმე ეხება 12 ოქტომბრის დოკუმენტს, რომლითაც მერია საკრებულოს თბილისის ბიუჯეტიდან სოციალური შეღავათების შემცირების თხოვნით მიმართავს. აღნიშნული დოკუმენტი 12 ოქტომბრით თარიღდება, ანუ 7 დღით ადრე მანამდე, ვიდრე ყოფილ პრემიერ-მინისტრი სოციალური პროგრამების განხორციელებას ჯანდაცვის სამინისტროს დაავალებდა. ნოდარ ხადური აღნიშნულ ქმედებას ყოფილი მთავრობის მიერ თბილისელების დასჯის მცდელობას უწოდებს. მერიაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი კანონის დაცვით და ყველა ნორმატიული აქტის დათვალისწინებით არის შედგენილი. ფინანსთა მინისტრი აღნიშნულ საბუთებს პროკურატურას ორშაბათს გადასცემს. ამ დოკუმენტის თანახმად ქალაქ თბილისის მერიამ საკრებულოს თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თხოვნით მერაბიშვილის მიერ დადგენილების მიღებიდან 7 დღით ადრე მიმართა. ეს არის ქალაქის მერია 12 ოქტომბერს, რასაც ამცირებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა 11 მილიონი ლარით, ეკონომიკის განვითარების და დასაქმების პროგრამა 3,5 მილიონი ლარით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ჯანდაცვის პროგრამები შეგახსენებთ მთავრობამ 7 დღის შემდეგ შეითანხმა, ხო? ანუ არ იყო ეს შეთანხმებული მთავრობასთან და ასე შემდეგ. სამაგიეროდ იზრდება მერიის ადმინისტრაცია და სისტემის საქალაქო სამსახურის ასიგნებები 1,2 მილიონი ლარით. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. აი ეს საკუთარი პოლიციის გაკეთება რომ ვთქვათ. ავარიული შენობების და სხვა ნაგებობების გამაგრების, მშენებლობის და რეკონსტრუქციის სამუშაოები 73,6 მილიონი ლარით. მერიაში ამბობენ, რომ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ მას შემდეგ წარედგინა, რაც 11 ოქტომბერს უკვე ოფიციალურად საქართველოს ყოფილი მთავრობის დადგენილების პროექტიც არსებობდა. ეს პროექტი საკრებულოს გადაწყვეტილებად იქცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო ეს დადგენილება. თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებდა ამ დადგენილებას, მაშინ არც საკრებულო არ მიიღებდა აღნიშნულ პროექტს და რა თქმა უნდა სოციალური პროგრამის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან გაგრძელდებოდა. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც უწყებას 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა, თბილისის ბიუჯეტში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის პრაქტიკას კარგად იცნობს. იაკობ მეცხია ბოლოდროინდელი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ 19 ოქტომბრის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებითა და საკრებულოს მიერ თბილისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით ცალსახად დაირღვა კოდექსი ფედერალური და ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ის იქნება, რომ საკრებულოს შეიკრიბოს, აღადგინოს სტატუს კვო, რომელიც მანამდე იყო და თუ პრობლემა არის ბიუჯეტში ფინანსური უზრუნველყოფის, მაშინ სხვა პრიორიტეტები გარკვეულწილად შეაჩეროს ან გადაწიოს, მაგრამ ეს სოციალური ხარჯები აუცილებლად უნდა იქნეს გასაწევი. ეს რო არ გამეორდეს მომავალში და ისედაც კანონიერად სწორი იქნება, რომ პასუხისმგებლობა დადგეს ამ ხალხს. ეს იყო ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის მხრიდან, რომელიც ვიმეორებ და თვითონ მანამდე კიდევ მერიის მხრიდან, არა აქვს მნიშვნელობა, გიგი უგულავა იყო თუ მისი მოადგილე, გიგი უგულავა აგებს ამაზე პასუხს, რომ ეს მომხდარიყო მათი პირადი გადაწყვეტილების მიხედვით და თანაც კანონის გვერდისავლით. ამიტომ ვიმეორებ, ეს არის პროკურატურის შესასწავლი. მეცხრე არხმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც თხოვა, თუმცა ვანო მერაბიშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა.